მეგობრებო, დღეს არალიკუნური ამბლოით წარმოგიდგებით. ყოველთვის მინდოდა ესეთ ტოპების ყიდვა და ჩაცვა, მაგრამ ადრეს სულ მადარდებ და სხვა რა სიტყოდა და ასე შემდეგ. და ძალიან დიდი სიშველი იყო ეს. ხოდა გადავინაცვლე ახლა ტოპებს. და რაც გულს უხარია და არავის არ უსმენ. მოკლედ, რაც შეეხება დღეს ტოპებზე სულ არ ვისაუბრებ. დღეს მსურს ერთი ჩემი სტატია შემოგთავაზოთ, რომელიც ინგლისურ ენაზე დავწერე და ახლა გადმოვაქართულე და ერთ-ერთ ქართულ საიტზე ავტვირთე და მოკლედ არ ვიცი რა გამოხმაურება მოყვება, მაგრამ მე ჩემი გული გავახარე და ხო იცხოვები ადრე რედაქციიდან ბავშვობის გულისჭიას ახარებო, დიახაც გულისჭიას ვახარებ და რაცაც მე მინდა იმას გავახარებ. და ისინი არ მატარდებს ალბათ ძალიან ადრევე 18-19 წლის ასაკში შეგვიდეს ოჯახი ბავშვებმა და რა ვიცი, როგორ ამპლუაში არიან. იყვნენ თავისთვის კარგად, მე არაფერს უც არ ვუსურვებ, არც მაგათ ჭიის გახარებაზე არ ვისაუბრები და არაფერი. საერთოდ არც კი ვეკონტაქტებ. ხო და მოკლედ, მე ყოველთვის მიყვარდა წერა, ბლოგავდი ამას და აი თვითონ ხალხი როგორც გაკომპლექტდა და ყოველთვის თავდაცვაზე ვიყავი ორიენტირებული. და არაერთი მხრივ ცუდია, იმიტომ რომ დაბლობის ფაქტორი შემომიყალიბდა, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, იმიტომ რომ გონებრივი შესაძლებლობები ბევრად გამივითარდა და ძალიან ბევრ ამას ხვდები. ფსიქიკასთან დაკავშირებით ჩემსაც ჩვენივრად კარგად ვიცი ყველაფერი და სხვებსაც და ასე რომ არასდროს არაფერი მაწუხებს. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არც მარტოობა არ მაწუხებს, იმიტომ რომ ყოველთვის მარტოსული ადამიანი ვიყავი და ეგეც არ მაწუხებს, ასე ვთქვა და დღევანდელ ეს კიდე დიდი შესავალი გამოვივიდა. 2000-იანების ტოპ 3 სერიალზე დავწერე, რომელიც ნოსტალგიურ ხალხს გაგვეხარდება, რომ დავარევაჩოთ რა. ესეც ასე დავაპატარავე ჩემი თავი. აგერ ისეც მივსკუპდი. მოკლედ პირველი შესავლით დავიწყებ და მე უკვე გადავინაცვლებ თავად ამ სერიალებზე. ვიცი რომ დღესდღეობით ისეც სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც სერიალები ყველგან არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ასე არ იყო ჩემს ალბათ არც თქვენს ბავშვობაში ჩვენთან, სადაც ვიჯექდე ველოდებოდი, რა თქმა უნდა სკოლის დამთავრების შემდგომ, ჩემს საყვარელ არხებზე სატელევიზიო შოუებსა და სერიალების დაწყებას. ამიტომ სულ შეგახსენეთ იმ დროის ძალის და 2000-იანი წლების ჩემთვის საუკეთესო და დასამახსოვრებელი სერიალების შესახებ. თავისუფლად მგონია ასე ვთქვა და ასაკოვანი დრო არის ყველაზე დიდი სისულელი ჩემი აზრით რა. აქ ამასაც ჩავუმატებ. OC იგივენაირად პირველი ჩემს სიაში არის ფორთოხლის ქვეყანა Orange City არის ესეთი თვითონ ამერიკაში და ამასთან დაკავშირებით ქალაქის სახელი აიღეს და ფემი ძალიან მეცი, იმიტომ რომ სულ თარგმანში აძინოკისებთ თარგმნიდან 200 რო გაერთხათ რამეში. ანუ მარტოსული გულები ძალიან ბევრჯერ მინახია და სულ ახებზე ქართულ პირველ არხზეც გადიოდა, მაგრამ მაშინ ვიყავი ძალიან პატარა რა და მარტო კადრებს თუ ვნახავდი და ეს ერთიანთ არ ჩავიჯდა როგორც აი რუსულ და ინგლისურ ენოვან არხებზე. ხო და თურმე პირველ არხზეც გადიოდა, ეგ მე რა აღმოვაჩინე საინტერესო დეტალი. OC ფორთოხლისფერი ქალაქი 2007 წლებში გადიოდა სატელევიზიო სივრცეში, დღემდე ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ სერიალად ითვლება. ალბათ ცოტას თუ გემახსოვრებათ, რომ იგი პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა. შესაძლოა ეს სერიალი მიყვარს სწორედ იმ ნოსტალგიის გამო, რომელსაც იგი გვანიჭებს, ან იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი სატელევიზიო სერიალი, რომელსაც სრულად ვუყურე და რომელიც მეგობრობის, სიკეთის და უკეთესი ცხოვრების იმედი მომცა და ასევე დამაჯერ, რომ ისეთი შესანიშნავი ადამიანები, როგორც არიან სეთი, რაიანი, მარისა, სამერი, ტეილორი, სანდი და კირსტენი ჯერ კიდევ არსებობენ ამ ცივ სამყაროში. მაგრამ ეს ბრძოლა ტრაგიკული იყო და ღმერთს ვიცავარ, ზოგჯერ ბავშვი ეთმატირებდა კიდევაც. სატელევიზიო შოუს შექმნელები დღემდე ნანობენ ზოგიერთ იმ არჩევანს, რაც მათ გააკეთეს და ფიქრობენ, ალბათ ვისაც ნანახი გაქვთ, ხვდებით რა არჩევნებზე საუბარი. თუ არა და ვისაც არ გაქვთ ნახი, არ დაგასპოილერებთ, იმიტომ რომ 2000-იანების ხილს დაგიკარგავთ. ხო, რაც მათ გააკეთეს და ფიქრობენ, რომ ამ საოცარ სატელევიზიო სერიალში თავიანთი პერსონაჟებისთვის არ უნდა დაემართათ ის, რაც მათ დამართეს და ამაში მეც კი ვეთანხმები. კირსტენთან გადმოვინაცვლე. ჩემთავს დავატარებ აქეთ-იქით. ალბათ რომ შემეძლოს მეც დიდი სიამოვნებით შევცვლიდი მასში სიუჟეტს, მათ მსგავსად, მაგრამ რაც კეთება და გარდამტეხი მომენტი არ არსებობს, თან შოუ არ მოგვიტანდა იმ ემოციურ არეულობას და დრამას, რაც ყველას მოგცემს. ეს სერიალი მოეწონება ნებისმიერი მუსიკალური გამოვნების მქონე ადამიანს, რადგან OC-ში გაჟღერებული მელოდიები უბრალოდ დავიწყარია ნეტსერფი Champagne Supernova. ვაძის ის ყველა სიმღერა მოკლედ Coldplay Killersi, Killersi, მაგიდან ვიცი და ვიცი ქართველებს საერთოდ არც მეnyit.
smile like you mean it. ეგ სიმღერა მომეწონა და ყველას ნაკლებად პოპულარული ხმაში. განავინაცვლოთ მეორე ადგილის ფლოპელზე აბარ და გამოიწევ ჩემ თავს თუ ის რიქის და კლავიშში შევსვავ ჩემი ძამი ფავორიტი პერსონაჟი სწორედ ამ სერიალიდან ჰაშორიო უბრალოდ დაამატე წყალი 2006-2010 დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობა მიცით რა და არ მომატყოთ რომ არის 10 წლის ასაკში მე ნამდვილად ჯეროდა რომ მაკვას კონსოლზე მოხვედრე შემთხვევაში ქალთაზად გადავიქცეოდი რა საყვარელი სულელი მყოფილვარ მაშინ მაგრამ ავსტრალია ჩემს ტოპ 5 ქვეყანაში ძირთად ამ სერიალის გამო მოხვდა დიხანიკაებდა ადგილს რა თქმა უნდა ჩემთვის აუცნებელია იმიტომ რომ ჩემსავით ვეგეტარიანელები ცხოვრების მოყვარულობით ცხოვრობენ ალბათ წინ ცხოვრებაში ან რომელიმე ცხოვრებაში მან ცხოვრობდი სიამოვნებით მოვაპარნებდი კვალებს ყველას ჩემს სანოვაქს მოკლედ და შემოვნებით წავიდოდი მან და გონებას მოასვენებდი ავსტრალიის სანაპიროებზე რომელ ცხოვრებაში მიხდება ეს უცნობა არ ვიცი ეს სერიალი ძალიან ლამაზად იყო გადაღებული განკუთვნილი იყო ნებისმიერი ასაკის მაყურებელთათვის და შეგვიძლია სრულიად თავისუფლად შეგორცნო ის ატმოსფერო რომელიც განსხვავდებოდა ნებისმიერი ამერიკული სერიალისგან და იცით რა ეს მე ძალიან ой ფავორიტი წყვილი იმენად კარგი იყო ყველა რომ მიჭირდა არჩევა ალბათ მაინც კლეო და ლუისი ყველაზე რა ტოქსიკურები რომლებიც ინამდვილეში არ არსებობენ და ასეთი ამბავს ყველა ინატრებდა რას არ გვეჯერებდნენ ისე ჩვენში ჩავჭდები ვიცი იმასკენ გადავინაცვლოთ მოკლედ ეს სერიალი სადარ გადიოდა ხან ჯეტექსზე ხან ნიკოლოდეონზე არ ვიცი ამდენი არხი როგორ ყიდულობდა მაგრამ ფაქტია რომ ყიდულობდა დროის უკან დაბრუნების და რამის პირველ ტყურების შესაძლებლობა რომ მქონდა ეს ყოველთვის ჰაშორიო უბრალოდ დაამატე წყალი just add water იქნებოდა PS სამწუხაროდ ვაღიარებ რომ არ შევს ყოლი ესეც საუკეთესო მეგობრები როგორებიც არიან რიკი ამაკლეო და ლუისი და ჩემი ცხოვრების ყოველთვის დიდი ტრაგედია ოთიარი დომელი მივადო მივაგოთ პროსტორეთ ჩემს დიდ ტრაგედიას ცხოვრების კაი გავაგრძელო მესამე რომლის შესახებაც სულ ტრაბახობდნენ და აზე არ იყვნენ საერთოდ მის შესახებ და უბრალოდ იმის გამო ტრაბახობდნენ რომ ეტრაბახათ და ერთმანეთისთვის დაერწმუნებინათ რომ მათზე წინ იყვნენ რაღაც სერიით და არასდროს მათ შევერთებოდი იმიტომ რომ მათსავით ფერფერი არ ვიყავი ასე რომ მესამე სერიალი გამოიცანით რა თქმა უნდა ვამპირის დღიურები 2009-2017 წლები მოდი გავადიდებ ჩემ თავს შუეს ჩავჭდები როგორ შეიძლება ურთიერთობაში ცვალოს მოწონებიდან ერთმანეთის გაქცევ ამიტომ ისე ყველა მასე ახლა დავუკვირდეთ მეკობრებიც მის ერთმანეთი მოწონათ ისინი ძალიან სამწუხარო რეალობა მარასა მითხარით სანდომები პრიუძელის ვამპირიზმის მთელი ცხოვრების სიყვარული ყოფილიყო რომლებიც თავი პერსონაჟის სიყვარულსა და ყურადღების მოსაპოვებლად ერთმანეთს შეებრძოლებოდა მაგრამ თუ კი გაგიმართლებდა და ელენას ადგილას თავად აღმოჩნდებოდი არც ერთ მათგანს არ აირჩევდი და საბოლოოდ ისე ელაიჯა გავაკეთებდი არჩევანს მერე სტეფანი მერე მოკლედ სწორია მე მგონი ელაიჯა რატომ ალბათ იკითხავთ მისი კეთილი გული და ემპათიის უნარის გამო რომელსაც იგი არსად გარემოებაში არ კარგავდა იცით რა ძალიან მომეწონებდეს ხალხურ აყურება და უფრო მეტად მომეწონა იმ ფაქტის აღმოჩენა რომ მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები როგორიცაა ბოინ და ენსო უფრო ახლობლები და სასიამოვნოები აღმოჩნდა ჩემთვის ვიდრე თავად სერიალის მთავარი პერსონაჟები ასე რომ გვპირდებით ხელახლა ყურებას გადავდეთ ამ სურათს არავითარ შემთხვევაში არ ინანებ და ასევე ვინ იცის რა განსხვავებულ სურპრიზებს და პერსპექტივებს თავაზობთ ის თქვენ და თქვენს ფართოდ ხელსაწყოა. ისოში საყვარელად დავამთავრე Lost and Found, მაგრამ ქართულში მასე არ გამომივიდა და საყვარელად დამთავრება და ცოტა სხვანაირად დავამთავრე. იმედი მაქვს შემოგეწონა და თქვენს გაქვთ თქვენი ფავორიტი, მსგავსი ტიპის სერიალები, რომლებიც შეგახსენებთ რომ წარსულიდან ყველაფერი დაკარგული არ არის. Lost and Found-ის თემატიკა ჩავაგდე. მოკლედ, ჩემი ჭია გავახარე როგორც თქვენი ტყოდით. ჩემი აზრით უბრალოდ ის გავახარე რაც ბუნებით ვარა. იებს კი თქვენ მიხედეთ.